ბატონო ნიკა, ის რაც ხდება და რაც მოვისმინეთ უკვე რომ შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლება გაიფიცოს, გაჩერდეს საქალაქო სამსახურები, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობდა რომ სწორედ ამ გეგმას ამუშავებენ. ეს რისი მაჩვენებელია და ზოგადად რა ხდება? ხელფასები არის აქ მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი, თუ ზოგადად ამ შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს ის რომ ოპოზიცია არის საკრებულოს უმრავლესობაში. დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება არ უყოლ შესრულებელი, ლევან. ადგილობრივი ხელისუფლება ქართული ოცნების, რომელიც არის წარმოქმნილი საკრებულოში უმცირესობით და მათ ყავს ქართული ოცნების მერი ბორჯომის მერიაში, რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ გაბედავდა იმას, რასაც აკეთებენ დღემდე ამ წუთამდე, რასაც რეალურად აკეთებს ის დეპუტაცია 3 თვის განმავლობაში. პოლიტიკურ გადაწყვეტილება მიღებული ცენტრალურ დონეზე და ისინი არიან უბრალოდ შემსრულებლები. 20 ნოემბერს ჩატარდა არჩევნების შემდეგ პირველი სხდომა ბორჯომის საკრებულოში. მას შემდეგ გავიდა 3 თვეზე მეტი და ქართულმა ოცნებამ გამოუცხადა ხელისუფლებაში ყოფნა ქართულმა ოცნებამ გამოუცხადა ბოიკოტი საკრებულოს. პარადოქსია, მაგრამ ნუ სიმართლეა და რეალობა, რაც არ უნდა გვიჭირდეს ამის დაჯერება. ისინი არ დადიოდნენ და არ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. ერთადერთი და ჯერჯერობით პირველი საკრებულოს სხდომას, რომელსაც ისინი დაესწრნენ, იყო გუშინდელი სხდომა და ისიც რატომ უკვე ყველამ ვიცით, იმიტომ რომ იქ იხილებოდა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი. ხელფასების მატების საკითხი, რომელიც ჩავარდა. მაგრამ გამოცხადნენ ამ პირველ ჯერზე ამ საკრებულოს სხდომაზე, მაგრამ გამოცხადებაც არის და გამოცხადებაც როგორ გამოცხადნენ? დაახლოებით 700 ქართული ოცნების აქტივისტთან ერთად მათ ნათესაურ აგრესიულ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ყავთ დასაქმებული სიპებში, აიპებში და მოაწყვეს დარბევა. დღის 12 საათზე ჩატარდა სხდომა, სადაც ის საკითხი ვერ გაიტანეს, მე ეს სხდომა დაიხურა. ამის შემდეგ გაუსწორდნენ ფიზიკურად ერთ-ერთ დეპუტატს საკრებულოს წევრის 20 კაცამდე ერთ ადამიანს გაუსწორდა ფიზიკურად, აი წინა გამოსვლელი ბატონი გიორგის. და მთელი 12 საათის განმავლობაში ერთი პოლიციის თანამშრომელიც კი არ იყო შენობაში ბორჯომის საკრებულოში. ანუ ვინმეს რა თქმა უნდა ეჭვიც კი აღარ ეპარება, უნდა ეპარებოდეს ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად მოხდა, რაც მოხდა. მხოლოდ ამის დილის პირველ ნახევარზე მოვიდა სამხედრო პოლიციის უფროსი. ანუ მთელი 12 საათის შემდეგ 64 მუნიციპალიტეტია ქვეყანაში. თბილისის თვითმმართველობასთან ერთად 63 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება არის წარმოდგენილი უმრავლესობით. ერთადერთი თვითმმართველობა, სადაც უმრავლესობა არ აქვს ქართულ ოცნებას, ეს არის ბორჯომი და შესაბამისად მათ ვერ მოიმატეს ხელფასები. წარმოვიდგინეთ, ეხლა მეორე მხრივ რა ხდება იმ 63 მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობით აკონტროლებს ქართული ოცნება, რამდენ ხელფასად, დანამატებსაც, პრემიებსაც უნდა იმდეს იწერენ. ბატონო, აქ ვერ მოახერხეს 3 თვის განმავლობაში და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს და ჩემი ინფორმაციით ხვალ ესენი აპირებენ ობსტრუქციის მოწყობას ბორჯომისთვის და ბორჯომელისთვის, აპირებენ პოლიტიკურ გაფიცვას, არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი. ვიზე საუბრობთ, ხო? ხელისუფლება აპირებს ამას. არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი, დასუფთავების სამსახური არ ამუშავონ, დახურულ საბავშვო ბაღები დააშენდა. და დღეს იცით რა არის საინტერესო? ბატონო, აუცილებლად უნდა გკითხოთ დღეს სპეცრაზმის გამოჩენაზე ბორჯომის საკრებულოს შენობასთან. ხედავთ კადრებში ახლაც უყურებს ჩვენი მაყურებელი თუ რა ხდება, როგორ არის მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმი და შენობაში არ უშვებენ მაგალითად საკრებულოს თავმჯდომარეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს და ამისი განმარტებაც აქვს შიდა საქმეთა სამინისტროს. ეს რისი მთქმელია და რისი მაჩვენებელია? რამდენი წუთი მაქვს რომ მოვასწრო რომ განსაზღვრო? გისმენთ, რომ განსაზღვრო რომ ვიცი თქვა. ეს რასაც ჩვენ ხა თვალყურს ვადევნებთ და რა თქვენ ეკრანზე არის, მე ვნახე ფოტო მასალა. საგანგებო მდგომარეობა პრაქტიკულად ბორჯომში გამოცხადებული. არ მუშაობს არც ერთი კანონის ნორმა. არ მუშაობს მართლმსაჯულება, აღარ არის სამართლებრივი სიმცი და გასულებივად ყველანი ერთად. გუშინ იყვნენ ზონდერები, გუშინ იყვნენ პარტაქტივი წარმოდგენილი, დღეს არის სპეცრაზი და ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, რომლებმაც მოახერხეს და
საკრებულოს უმრავლესობა დააკომპლექტეს, არ უშვებენ საკრებულოს შენობაში, მაგრამ უშვებენ საკრებულოს შენობაში ქართული ოცნების დეპუტაციას. მაგრამ წარმოუდგენელი, კიდევ უფრო წარმოუდგენელი ამბავი მოვისმინე, მე დღეს ეხა ამოვედი სხდომას ვესწრებოდი რეგიონალური კომიტეტის, რომლის თავმჯდომარე არის ბატონი ზაზა გაბუნია. და ოდენავი ოტის ოდენა იმედი მაინც ყოდა, რომ ელემენტარულად უნდა თვალსაჩინო იყო ის უბედურება, რაც გუშინ დაატრიალო ქართულმა ოცნებამ, რომ ნუ მინიმუმ ამას ვერ გაამართლებდა, ვიფიქრე. არ გაინტერესებს რა პოზიცია აქვს. ზაზა გაბუნია მეუბნება მე, რომ თქვენ რომ ჩახვედით 6 საათზე ბორჯომში, თქვენ მოახდინეთ ესკალაცია და უბჯობესი იქნებოდა სანამ ბორჯომში ჩახვიდოდით, მანამდე მოსულიყავით, ხუმრობის გარეშე გეუბნებით, ლევან. სანამ ჩახვიდოდით ბორჯომში, მანამდე იქნებ მოსულიყავით კომიტეტზე და გუშინ ამაზე გვემსჯელაო. ხახლა ამას იხილავს ეხა ამ მის პოზიციას საზოგადოება. ესე იგი, როდესაც მე გავიგე, რომ 12 საათზე ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს ოპოზიციურ დეპუტატს, ბატონ გიორგის, 20 კაცამდე დაეწყა თავს. ქონდა ინფორმაცია, რომ არც ერთი პოლიციის თანამშრომელი დავალების შესაბამისად ამ შენობაში არ შედიოდა. და ჩავედი 6 საათის დაგვიანებით, 4 საათზე გავედი თბილისიდან. დღეს ქართული ოცნების საპარლამენტო დეპუტაცია თავად პრობლემას ხედავს იმაში, კი არა რომ ზონდერები იყვნენ იქ და 700 კაცამდე ადამიანს ყავდა ტყვეობაში აყვანილი მთელი დეპუტაცია ოპოზიციური პარტიებისა. არამედ ჩემში ხედავს თურმე მე რო ჩავედი 6 საათზე და ვეცადე საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა დეპუტატების მონახულება, ეს ყოფილა ბრალი და ჩემი ბრალეულობა რო არ შეუთანხმე ამას. რას აპირებს ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა და ბორჯომის საკრებულოს სხვა ოპოზიციური პარტიები? რა იქნება თქვენი გეგმა, როგორ დაუპირისპირდებით იმას, რაც ხდება? თქვენ თქვით, რომ ყავ უკვე გეგმავენ სერიოზულ გაფიცვას საქალაქო სამსახურებში. გავიგე ლევან, გავიგე. ნახეთ, სხვა რაკურსით ვიდრე დავანახოთ მემაყურებელს პრობლემა. უმრავლესობაში არის არაქართული ოცნება დღეს ბორჯომში და ნახეთ რა შეჭადიან დღესაც და გუშინ. აი ხა ავიღოთ მაგალითისთვის თბილისის საკრებულო. თბილისის საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი ქართული ოცნება. საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ ბატონი ტყემალაძე. დღეს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია 700 აქტივისტთან ერთად რო შევიდეს თბილისის საკრებულოს შენობაში, დაამწყდიოს, თავისუფლებას შეუზღუდოს ყველა ქართული ოცნების დეპუტატს, ფიზიკურად გაუსწორდეს მთელი 12 საათის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება რეაგირება ხელისუფლების? ფიქრობთ, რომ არც ერთი პოლიციის თანამშრომელი არ გამოცხადდება? ფიქრობთ, რომ ტყვეობაში ააყვანიებს ვინმე, რა თქმა უნდა უმძიმეს დანაშაულია. ეს მაგალითიც მოვიყვანე საკრებულოში კომიტეტის ხდომაზე, სადაც ერთ-ერთი ქართული ოცნების დეპუტატმა პირდაპირ თქვა, თუ კი ამას ადგილი ეკრებოდა ფიზიკურად გაუსწორდებოდით. აი ესეთი სამართლების შინაარსაც კი გამოცლილ და დაცლილ სახელმწიფოში ცხოვრობთ. ჩვენ ვაპირებთ, ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულება არის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, სახალხო დამცველი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ პრობლემის გარშემო გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ხალხს ეხლა თქვენ ხედავდით რეალური საფრთხე ფიზიკური განადგურების ემუქრება და ქართული ოცნება ამას ახალისებს. ეხლა მე აქედან თქვენი ეთერიდან რო წავიდი და თქვენ გავიყვანო ქართული ოცნების დეპუტატები თბილისის საკრებულოში 700 აქტივისტთან ერთად. ისევე გულხა დაკეფილი შეხედავენ ამ ვითარებას. არა, რა თქმა უნდა, არც უნდა შეხედო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია პასუხობდა